თუ თქვენ ხულოში ცხოვრობთ და არ მუშაობთ საჯარო სექტორში, მაშინ ხულოს მერის ქალთა ოთახი პროგრამაში ჩართვას გთავაზობთ, რომლითაც თქვენივე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. განცხადებების მიღება უკვე დაწყებული, ახლა ჯერი იმ ქალებზეა, რომლებსაც იდეები აქვთ, თუმცა ფინანსური მდგომარეობა იდეის განხორციელებაში ხელს უშლიდათ. შესაძლებლობა ხულოში მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სექტორში და აქვთ ბიზნეს იდეა. პროგრამას სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მერიის ქალთა ოთახი ქალებისთვის წელს პირველად განახორციელებს. საგრანტო განაცხადმა კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. პრიორიტეტული მიმართულებებია სოციალური საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობა, აგრო და ეკოტურიზმი. მომართვიანობა არის ძალიან მაღალი, გვიკავშირდებიან ბევრი შეკითხვებით, საინტერესო და სხვადასხვა იდეებით. პრიორიტეტად ითვლება ის ქალბატონები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქალები, სოციალურად დაუცველი ქალები, რომელთა სოციალური ქულა შეადგენს 200,000 და უფრო ნაკლებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ აღნიშნული კატეგორია ფინანსდება. პოტენციური ბენეფიციარები გვეუბნებიან, რომ იდეები მრავლად აქვთ. პრიორიტეტებს ჯერ თავად განსაზღვრავენ და განაცხადს კომისიას შემდეგ წარუდგენენ. ეკონომიკურ გათვლებს ქალები ძირითადად ხელსაქმესა და საგანმანათლებლო საქმიანობებზე აკეთებენ. საგრანტო პროგრამის შესახებ გავიგე სოციალურ ქსელიდან და თვითონ მეგობრებმაც მომაწოდეს ინფორმაცია. სოფლად მცხოვრებ ქალებს ჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა, ფეხზე დადგომა, თავისი საქმის წამოწყება. მეც ვაპირებ, რა თქმა უნდა, ამ საგრანტო პროგრამაში მიღებას, იმიტომ რომ პატარა საქმიანობა მაქვს წამოწყება და გაფართოების მიზნით დავწერა აუცილებლად. შემიძლია ბავშვებს შევასწავლო ხელოვნების კუთხით ქსოვა, კერვა, ქარგვა, ხალხური ინსტრუმენტებზე დაკვრა. ამაში თუ შეგვიწყობს სახელმწიფო ხელს და დაგვეხმარება ვინმე ისე, რომ გავაკეთოთ ძირითადი ცენტრი სადმე. პროგრამისთვის ჯამში 35,000 ლარია გათვალისწინებული. ხულოს მერის ინფორმაციით, საპილოტო პროგრამა შესაძლებელია სამომავლოდაც განხორციელდეს, ასევე გაიზარდოს მისი ბიუჯეტი. ჩვენთან თანამშრომლობს საჭერისწყალი ჯორჯია. ერთობლივად გავითვალისწინეთ 35,000 ლარზე მეტი. ეს პროგრამა იქნება 1000 ლარიდან 5,000 ლარის ფარგლებში პროექტებს დააფინანსებს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი 10% თანამონაწილეობით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი ქალბატონებისთვის. განაცხადების მიღება 10 ივნისამდე გაგრძელდება. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც განაცხადებს ქულათა სისტემით შეაფასებს.